რეჟიმის პატიმრების პროცესები მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ წუთებში იწყება ჟურნალისტ ნიკა კაციას საქმის განხილვა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე უნდა გამოიკითხოს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები. მათ შორის ისინი, ვინც ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარა. ნიკა კაციას დიდი ოდენობით კლუბური ნარკოტიკის შენახვა შეძენას ედავებიან. მის საქმეზე ქიმიური ექსპერტიზა ზუსტად იგივე პირებმა ჩაატარეს, ვინც კიდევ ერთი პოლიტპატიმრის სპორტსმენ თედო აბრამოვის საქმეზე. ისი საქმის განხილვაც დღეს მიმდინარეობს. მასაც ნარკოდანაშაულს ედავებიან. ორივე დაკავებული უარყოფს ბრალდებას, ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და ამისი მიზეზი მათი განეიტრალება იყო, რომ პროევროპულ საპროტესტო აქციებში არ მიეღოთ მონაწილეობა. დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე უბადო პატიმრობა ემუქრებათ. ქეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდება თბილისის საქალაქო სასამართლოდან და მოგვიყვება განხილვის დეტალებს. ამ წუთებში იწყება ნიკა კაციას სასამართლოს სხდომა. ეს წუთია დარბაზში შევიდნენ დამსწრეები, იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები, ცხადია ინტერესების დამცველები, რომლებიც ელოდებიან, რომ დღეს ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს და გამოკითხავს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირებს, მათ შორის იმ ექსპერტებს, რომლებმაც ჩაატარეს ქიმიური ექსპერტიზა ნარკოტიკული საშუალების. აქვე მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ არსებობს საქმეში ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნიკა კაციას ბიოლოგიური მასალა აღმოჩენილი არის ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე, თუმცა ბრალდებულის და მისი ინტერესების დამცველის პოზიცია არის ის, რომ ეს არის მტკიცებულება, რომელიც არის გაყალბებული და ხელოვნურად მოხდა ნიკა კაციას ბიოლოგიური მასალის დატანა ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე. ამ და კიდევ სხვა არაერთ უზუსტობაზე მიუთითებს საქმეში, როგორც თავად ბრალდებული ნიკა კაცია, ასევე მისი ინტერესების დამცველი. დღეს დაისმება შეკითხვები მათი მხრიდან ბრალდების მხარის მოწმეების მიმართ. საზოგადოება ნახავს მოგვიანებით, როგორც ჩაივლის მოწმეთა გამოკითხვის პროცესი. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ არსებითი განხილვების ეტაპზეა ჟურნალისტ ნიკა კაციას საქმე, რომელიც უწყვეტი აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო და ისტორიად ამ ფაქტს უკავშირებს მის საქმეს და იმას, რომ ახლა ის ზის განსასჯელის სკამზე, რომ მოხდა ეთქვარად ფიზიკურად განეიტრალება მისი. მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა მას ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ ჩაუდეს და ახლა მას ემუქრება 20 წლამდე ან უბადოდ თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ბიოლოგიური კვალი აღმოჩენილი არის გადასაფუთ პაკეტზე, თუმცა როგორც ბრალდებული პირველივე დღიდან და დაკავების მომენტიდან განმარტავდა, მას ჰქონდა შემხებლობა, უშუალო შემხებლობა არ ქონია აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით, მოხდა გამოძიების მისივე განმარტებით და ჩვენებით მოხდა გამომძიებლის მხრიდან მისი ბიოლოგიური მასალის მოპოვება და შემდგომ უკვე გააჩინა აბსოლუტური, ასე ვთქვათ, არსებობის ღირსი რომ გადატანილი იქნა ბიოლოგიური მასალა, ნიკოლას კაციას ბიოლოგიური მასალა გადასაფუთ პაკეტზე, საიდანაც შემდგომ უკვე დადგინდა. იმ მომენტში, როდესაც საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აქტივობა მაღალი იყო, ამ დღეებში დაკავებულ პირებს აქვთ ერთი საერთო ნიშანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ აქციაზე მიდიოდნენ, ან მოდიოდნენ. ნიკა კაცია არ არის ერთადერთი საპროტესტო პროცესის მონაწილე მოქალაქე, ჟურნალისტია ის, რომელიც განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა ნარკოდანაშაულის ბრალდებით. დღესვე დღის პირველ ნახევარში თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა თედო აბრამოვის საქმის განხილვა, მასაც ედავება გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვას. მის შემთხვევაში დღეს ბრალდების მხარემ გამოკითხა მოწმეები და უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, რომ მის საქმეზეც ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარეს ზუსტად იმ ექსპერტებმა, რომლებიც ფიგურირებენ ნიკა კაციას საქმეში. დილას გამოკითხდნენ ისინი აბრამოვის საქმეზე და ახლა უკვე ველოდებით, რომ ისინი გამოცხადდებიან ნიკა კაციას საქმეზე. მოგვიანებით მაყურებელი შეიტყობს, როგორ განვითარდება პროცესზე მოვლენები. თავად ბრალდებული ნიკა კაცია დაესწრება ამ სხდომას და მას ექნება შეკითხვები მოწმეებთან.